ხალხო და ჯამათ დაშორისო ჯამათ ეს ესე იგი რუსეთის ამბავზე რა ერთ-ერთი ადამიანი რომელიც ძალიან კარგად იცის ისტორია, ძალიან კარგად იცნობს რუსებს, ჟურნალისტია რა, მაგრამ კარგი ჟურნალისტია რა. ჟურნალისტი საქართველოში დებილი თორე ისე ნორმალური ჟურნალისტი ეს ცალკე ხელოვნებაა რა კიდე ხო? ჟურნალისტიკა საერთოდ პრინციპში ეხა უკვე ჟურნალისტიკის პერიოდი ნელა გადის რაღაცი ბლოგები და რაღაცები არის, მაგრამ ადრე ჟურნალისტიკა იყო მთელი ხელოვნება და უდიდეს გავლენას ახდენდნენ ჟურნალისტები პოლიტიკაზე. ისინი პოლიტიკის კვლევრებიც არიან და ამავე დროს ჟურნალისტები არიან ადამიანებმა, რომელმაც რეალურად სწორი დიაგნოზი უნდა დასვან ეხლა და რაღაც ეგენი ფილოსოფოსების დონეზეც კი არიან რა, ზუსტი დიაგნოზი უნდა დასვას რაღაცა მოვლენის რა შინა რა. ეს არის ნამდვილი კარგი ჟურნალისტი, რომელსაც შეუძლია რომ ესე მოვლენა დაინახოს, მე ამ მოვლენის შიგთავს ჩაწვდეს, გაიაზროს, მე იმის ნიჭი და უნარი გქონდეს, ჯერ გამბედაობა რამდენი უნდა გქონდეს, მე იმის ნიჭი და უნარი უნდა გქონდეს, რომ გამოიწიოს რა ეს, მე იმის ნიჭი და უნარი უნდა გქონდეს, რომ ეს გამოძებული გამოაქვეყნოს, მე იმის ნიჭი და უნარი უნდა გქონდეს და რომ ეს ისე გააკეთოს, რომ ყურადღება მიიქციოს, ესე იგი არც წვადი დაჭროს არ ჩამფული რა, რეალურად ძალიან ეხა თუ გაუბერა რაღაცებში, მაგრამ ზოგიერთი ჟურნალისტი ძალიან სიღრმეებში ჩადის და ეს ჟურნალისტიკა როგორც ასეთი საქართველოში საერთოდ არ ვითარდა რა, არანაირად. არა გვაქვს ჟურნალისტები არ ყავს სამწუხაროდ, ერთი თუ არცები რეზონანსის იყო ის ბიჭი, სხვადასხვა სიმპათიური ბიჭია, ანუ მე ვიძახი კარგო მდგარიძე რა. ხო და არ ვიცი აქვე, მაგრამ ნუ ესეთია, მიშას დროს ძალიან აქტიურობდა. ეხლა არ ვიცი სადა და როგორ არის, მაგრამ ნუ იმა რაღაცა გაზეთი რეზონანსი ხო არის ეხლა ის ძავრიც. ხო და რაშია ეხლა საქმე, ხო? ძალიან ძლიერი და ეს ჟურნალისტი არის, სერიოზული კვლევარია. კარგი ჟურნალისტია და ნუ ჟურნალისტიკა მეტნაკლებად განვითარდა რუსეთში, სანამ ის საბოლოოდ ხელს გამოჭრიდნენ რაღაც ყირიმის ომის მერე მოხდა რაღაც მათი. მაგრამ მანამდე საკმაოდ განვითარდნენ, რამდენადაც ვიცი რამდენადაც უყურებ. და მე ჟურნალისტები აი ბლოგებში და YouTube-ში და იმაში ადვილად გადაერთვნენ და მოკეთ ეს არის ესეთი ჟურნალისტი ერთ-ერთი და ისმენ ხოლმე მას მისი ანალიზები საკმაოდ შავია ხოლმე და პესიმისტური, მაგრამ ძლიერია და მისი ერთი ანალიზი სხვადასხვის მენიშნასავთ რა, რომელიც ესე იგი მამ ადამიანმა არ იცის ეს საეკლესიო არაფერი რა, ესე იგი არასდროს ეკლესიას არ აკრიტიკებს, არასდროს აი გუნდიაებზე და იმაზე გუნდიაებზე და იმაზე არაფერს არ ამბობს. ებრაელია, ალბათ მაგითო მერიდება, რომ ნუ თავში შეხედულობა კონდეს რაღაცა, მაგრამ მისგან ეს ახმული იქნება როგორც რელიგიური თავდასხმა რა. ნუ რაღაც ამიტომ ნუ მაგ ასპექტს არ ეხება. ხო, ნუ ეს და შეიძლება არც იცოდეს ახლა რაღაცა ექნება წაკითხული მართლმადიდებლობაზე რაღაც, მაგრამ შიგნიდან ეკლესიას ნამდვილად არ იცნობს. განსხვავებით იმ ნევზოროვისა და ხო და ასე რასაც ამბობს მე ძალიან მენიშნება ეს აი ჩვენს არა მხოლოდ ფუნდამენტალისტებში, ეს არის ვერ მიღება მოდერნის, ხო ეს ისედაც ვამბობ, რომ მოდერნის მიღება გაუჭირდათ კათოლიკებსაც კი და დღემდე მიუხედავად იმისა, რომ კათოლიკებმა მაგათ რომ მეცნიერები ყავთ და მაგათ რომ მოაზროვნეები ყავთ, ნუ რა ვიცი, ხა მე დაჟე მაგათ დაწერებს რომ კითხულობ ხოლმე
ზოგჯერ იშვიათად ვიტყოდო, გაუცებული ჩემი ამათი სიღრმით და საქმის საკითხის მომცველობით და სიღრმით, ასე ფართობითაც და სიმწუხეობითაც და საოცრებები არიან თავის საქმეში. მოდი, აღარ მაინტერესებს ხა ეგენი, მაგრამ სერიოზული კვლევები აქვთ, თუნდაც წმინდა მამებში და მართლმადიდებლურ წმინდა მამებშიც ძალიან ძლიერი კვლევები აქვთ. და აი მაგალითად მაქსიმე აღსარებლისას რო ვიღებთ ჩვენ პირველი დიდი კვლევები იყო სწორედ ბალტაზარის და შერუდეს მაქსიმე აღსარებელზე და სწორედ მათგან დაიწყოს მე მართლმადიდებლურმა ყურადღება მიაქციეს მაქსიმე აღსარებელს. და ეხლაც იკვლევენ მაქსიმე აღსარებელს, არა მარტო მართლმადიდებლები, არამედ კათოლიკებიც და სწორედ მაქსიმე აღსარებელზე აი უკვე მართლმადიდებლების ერთი დაწერილია კათოლიკეს, თვარწები ორივე მართლმადიდებლები არიან, ხა არც ერთი რუმინელი არის აშკარად. და ესენი არიან ხო ერთი იტალიელია და ერთი მართლმადიდებელი რუმინელია. და მაქსიმე აღსარებელზე გენიალური პატარა სტატიებია, მაგრამ ძალიან მაგარი და სხვანაირად არის დანახული და ძალიან კარგად რა, აი გენიალურად კარგად. საოცარი ხე ჩემთვის გასახარელი, იმიტომ რომ ჩემი გუმანი გამართლდა რა მაგათი და ეხლა მე რაღაცა ციკს ვამზადებ, მაგრამ ალბათ ეს ძალიან დიდხანს გაგრძელდება, იმიტომ რომ ბევრი საკითხავი მაქვს. ნუ ვამზადებ, მაგრამ შეიძლება ვერ გამომცე, იმიტომ რომ გამოცემა მინდოდა, მაგრამ ის იდეა რაც მე მქონდა და მაქვს ვერ ვასაბუთებ რა, ვერ ვასაბუთებ. ნუ ჯერჯერობით ვერ დავასაბუთე რა. ხო და ვეძებ რა ეხლა. რაღაცა კიდე ხა არისტოტელეს ვკითხულობ, კიდე ვერაფრით ვერ გავედი არისტოტელის ბოლოში. ჯერ თავიდან გადავწყვიტე რომ ორი სტატია იქნებოდა, ეხლა უკვე სამი სტატია გავიხილე, მეოთხეზე გადავედი და კიდევ ერთი არის არისტოტელეს ერთი საკითხია რა, გონიერ მატერიაზე. მე მაგის მე ხო, ნუ ცოტა რთულია. და ის თქვა მინდა რომ ეს პორტუნიკო ხო, საერთოდ კათოლიკებმაც კი ვერ მიიღეს მოდერნი რა, მე უკვე აღარ ერთ-ერთი აი მე შედარებით მიიღო მოდერნი, ეს არის პროტესტანტული ეკლესიები, ლუთერანებმა და ემათმა, იმიტომ რომ თუ ჩვენთან მაგას არ ასწავლიან მასე, მაგრამ თუ ფილოსოფიის ისტორიას სწავლობ ადამიანი, ხო, იქ აუცილებლად არის თუ ისტორიული ჭრილში სწავლობ, იქ აუცილებლად პროტესტანტიზმი და ამას მამარდაშვილიც შეგვიდა, რომ აი ეს ჩვენ ესეც ვსწავლობთ, ჰუმანიზმი და აღორძინება ჰუმანიზმი რაღაც ურევთ ერთმანეთში. ნუ ეგრეც არის რა, ერთად დაიწყო ეს ორივე. ნუ კაი თქვა, ჯერ აღორძინება, მე ჰუმანიზმში გადმოვედით, მაგრამ თუ ეგრე, მაგრამ ეს პრინციპში ორივე ერთნაირად მოხდა, მაგრამ და იმავე დროს მოხდა, მაგრამ ხანაში უფრო სწორედ ამის ერთ-ერთი არის სწორედ ეს რაც ნიშნავს ჰუმანიზმი, რომ ადამიანი ხდება ცენტრში, ინდივიდი ხდება ცენტრში. და ამის ერთ-ერთი ყველაზე ესე იგი ფილოსოფიური თვალსაზრისით მნიშვნელოვანია სწორედ ის, რაც ლუთერმა გააკეთა. და შესაბამისად ნუ ეს არის ნაბიჯი სწორედ ამ მოდერნისკენ, გამართლება მოდერნისკენ. და ამიტომ ეს ნაბიჯი სულელობა ამისკენ მიიღო პროტესტანტებმა, მაგალითად ადამიანის უფლებები ხარდამჭერები არიან, ეს პროტესტანტებისთვის პრობლემას არ წარმოადგენს ადამიანი, მაგრამ მართლმადიდებლებისთვის ეს სერიოზული პრობლემაა ეს ადამიანის უფლებები, ხოლო კათოლიკებშიც ნუ რაღაცა კოლექტივები შეაქვთ და შემოაქვთ და რაღაცა. ხო, აღარ მაინტერესებს ეს მე ადამიანის უფლებების თეოლოგია მაინტერესებს რაღაც 2000
9 წლებში მაინტერესებდა უფრო ადრეს და მაშინ კითხულობდი მაგის შესახებ კათოლიკებისგანაც. ერთი და ეს წიგნები რაც მქონდა იქიდან ჩამოვიტანე ჩეხეთიდან თუ საერთოდ ვიყავი და თუ შვეიცარიაში და მე მგონი შვეიცარიიდან ჩამოვიტანე და ბექამ ინდიაშოს მივეცი რომ აი ამაზე გაამახა. ბექამ წავიდა და მიმარცხენე პოზიციაზე. ხო რაც არის. ხო და აი ამ ყველაფრის ის ამბობს რომ არა რელიგიური ხუნდა რომ ესე იგი ის რაც გააკეთა ანტიდასავლულობა ესე იგი ამ მოდერნის არ მიყება ეს ანტიდასავლურობა გადაიზარდა რუსეთში და აი ეხლა მიდის ტენდენცია და მეც მაგას ხოთაშორის ეს ეკლესიაში მე ნახე რომ ეს ანტიდასავლურობა ფართოდ არის პაპი კი პროტესტანტეს რაღაც საბერძნეთში სულაგას ატრაგებდნენ ხოლმე რა და ეგ იყო ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი და მად ეს აღარ გავაპუჭე ის ხო და მად ეგეთი რაღაც იყო რა რომ ესე იგი პეტრემ რაც გააკეთა რომ წვერები ძალეთ გაპარსა და ეგ ფლოტი გააკეთა და ეგ რაღაც დასავლური მანერები შემოიღო და უნივერსიტეტები დაიწყეს და არსებობდა ესეთი რაღაცები ეს პეტრე პირველს ეხა თლიანი შემოვლება ხდება აღმოსავლეთისკენ რუსეთის ესე იგი პეტრე პირველი არ გაამართლა ამანო და უნდა დაუბრუნდეთ ჩვენს რეალურ ზარი რა ეს მოწონს ხო და ეს რეალურად საქართველოშიც არის და ეკლესიას ეს მუნდა მოსწონს ხა ეკლესიისთვის ეს რა ეკლესიისთვის რა არის ხა მთავარი არის სული სხონება ხო ცივილიზაციური განვითარება ჩვენ რომ ამბობთ ხო ეს რაღაც ეკლესიისთვის არის სახელმწიფო არის ეკლესიისთვის ისეთი რამე რამაც უნდა გააკეთოს ხელი შეუწყოს ადამიანის ცხონებას და ადამიანის ესე იგი ადამიანს არ ჭირდება ამ ქვეყნიური ბედნიერებასკენ სწრაფვა არამედ და ადამიანს უნდა იცხონოს სული დაახლოებით ეს რაღაც ფარაონის სავით უნდა ემსახურო ფარაონს რა როგორც ეგვიპტელებს რო ქონდა უნდა ემსახურო ბელადს რა ჩვენთან ეგეთი ბელადი ილია მეორეა პრინციპში და რუსეთში ეგეთი ბელადი პუტინია რა და რა არის ხა ეს არის რომ ადამიანი მთელი თავისი ცხოვრება უნდა მოაწყოს ისე რომ ღმერთს ასიამოვნოს აი ასკეტიკა იქნება ეს ხო მონასტრის ისე რომ თლიანად ესე იგი სახელმწიფომ უნდა რაღაცნაირად ეს უნდა უზრუნოს რა ესე იგი სახელმწიფო მაგრამ ესე იგი მთავარი რა არის რომ ადამიანი უნდა ცხოვროს ადამიანს არ უნდა იყოს ესწრაფოს ბედნიერებას არამედ ადამიანისგან არის მორჩილება ადამიანისგან არის მთელი მისი ცხოვრება უნდა იყოს ღმერთისზე მიძღვნილი და ამისათვის ამას ამარაგებს ეკლესია. ეკლესია მკაცრად ესე ვთქვათ იერარქიულია და უბრალო ადამიანს მხოლოდ მორჩილება გამართებს. ეს მომენტი არის მართლმადიდებლობაში ტექსტებში განსაკუთრებით იმიტომ რომ ეხლა მაგალითად წინასწარმეტყველი ავდიას ხსენება იყო 4 შაბათს. ხო და მე მომიწია უნივერსიტეტის სტუდენტები არიან. ერთ-ერთი უნივერსიტეტია და იმ სტუდენტებში არის ეგ მართლმადიდებლური კლუბი და ეგ თავიანთი დიაკვანია იქ რუსული ეკლესია რუსულ ოსიეში არის რა და Orthodox Church of America-ში არის და იქ იგი ესე ვთქვათ სტუდენტები იყვნენ და მათთვის მოდიან და თვითონ აკეთებენ იმას რა ქვია წუხს ლოცულობენ ერთად თვეში ერთხელ
მე მთხოვეს რომ ახლოს არის რა ესე ხელი პროდუქტ მოდია და ნუ ველოცეთ იქ რაღაცა იყო და ქონდა თავიანთი ესე იგი ეს თარგმანებია ამ ტექსტების ბერძნული ტექსტების ორიგინალური ტექსტების ქართულში არ აყოფილა არც გიორგი მთაწმინდელის ნოემბრისთვის არ გამოსულა თქვენ ალბათ იქ იქნება და აი საფრთხესასწაული თქვენი რაც გვაქვს იქ არ არის აუდიო წინასწარმეტყვი მაგრამ როგორც ჩანს ახლა ახან აუდიო წინასწარმეტყველის მსახურება როგორც ჩანს ძალიან ძველი ესე ყველაზე ძალიან ადრეული იმით როგორ არის იცით ეთყობა რა იმას ტექსტს თუ აი ლაკლაკივით არის რა მაპატიება ეგეთი თუ არის აშკარად უკვე მე-10 საუკუნის შემდგომია რა ხო ესე ხვდები რა მაგას ლოცვებში რაც რომ მოკლეა ლაკონურია და ღრმად შინარსიანი არის ეს ნიშნავს რომ ეს არის აი ზეობის ხანაში რა მე-6 საუკუნიდან რაღაც მე-10 საუკუნემდე მე-9-მდე მე-10 საუკუნემდე შექმნილი განსაკუთრებით წუხლის და წუხლის მსახურებებში ეს კანონმა დაიჭირა რა ძირითადი ადგილი იმაში დილის მსახურებაში ხო და სამი მუხლი აქვს რა ავდიას სამი და საოცარი სიღრმის ხო და მე ბერძნული და ხო ინგლისური იყო და თარგმანი მე არის გაკეთებული რამდენიმე რა მაგის ინგლისურად არის ოსიეს ბერძნებს თავიანთი გაკეთებული აქვს ბერძნებს რა მინიმუმ 2 აქვს თუ მეტი არა და ამასთან ერთად აქვს ანტიოქიელეს სირიელებსაც აქვს ხოლმე თავიანთი ხე ავდიაზე არ ვიცი აქვს თუ არა მაგრამ ხო მოკლედ და ეს სხვაობენ ეს რუსული ეს ოსიე უფრო რუსულ ტრადიციას მისდევს რა და მსახურების ესენი ბერძნულს ხო მაგრამ მოკლედ ორივე თარგმანი არის დედნიდან საკმაოდ შორს არის რა ესე იგი დედანში არის ძალიან მაგარი რაღაცებია იქ ძალიან სერიოზული წიაღსვლებია ეს აშკარაა რომ აი ეს წიაღსვლები რაც იქ არის დედანში ესე იგი და ეს ჯერ კიდე გავლენა არ არის საყოველთაო და გადაწყვეტილი უპირატესობა ბერუნ მსახურებას არ აქვს ჯერ მოპოვებული ყოველ პერიოდში უფრო არის დაწერილი სადაც აი ძველ ტექსტებში უფრო შეხვდება თუ გრამა ანალიზი შეხვდება რა მაგის ესე იგი ფილოსოფიური იქნება ეს უფრო ფილოსოფიური და არის ხოლმე რა ესე იგი უფრო ერის კაცებისთვისაც არის რა ეს ეთქობა და ეს არ არის რაღაც მხოლოდ ასკეტური და მხოლოდ მედიტატიური ეს მე მსახურება ძალიან მედიტატიური გახდა ის გარწუხრი დაეგები და მანამდე არ იყო ხო უნდა ჩემო არავითარ ხა ავდიასთან დაკავშირებით და ამის თქვა მინდა რომ მე უკვე სამონასტრო გახდა და სამონასტრო მოიცვა რა ეს მონასტერში სტილმა მოიცვა საეროც და უკვე ჩვენ ტიპიკონი რაც აგვაქვს ხა როგორც ჩვენ მსახურობთ რა ხა ლიტურგიაშიც კი დაჟე არის ძალიან უფრო სამონასტრო ხდა მონასტერი ხვდებით რაც არა ადამიანი მიდის მონასტერში და ამ ქვეყანაზე და კეთილდღეობაზე და ფუფუნებაზე და ეგეთ რამებზე უარს ამბობს რა მას პოლიტიკურია ერთ-ერთი მეფე და ეგეთი კეთილდღეობა ჭირდება იმიტომ რომ მან უზრუნველყოს ამ მონასტრის სიმშვიდე და მყუდროობა რომ უზრუნველყოს ბერების დაკავებულობა სწორედ ამ ლოცვით და ანუ ამ ტექნიკით სულის ხონების ტექნიკით და ამიტომ ეს პოლიტიკური თეოლოგია როგორც ასეთი მართლმადიდებლებს არ აქვს ესე რა ისტორია რა არის რა როგორც ასეთი ისტორიის შესახებ არაფერი არ აქვს მართლმადიდებლებს იქ რაღაცა შეიძლება ფრაზები მოძებნა იქ მაგალითად სოციალიზმი ივანე ოქროპირის სოციალიზმი არის ერთადერთი ხო რომ რაც არ უნდა დღესასწაული იყოს და რაც არ უნდა მონაკვეთი იყოს სახარები და ბოლოს მივა იქამდე რომ აი დაარიგეთ თქვენი ქონება მიეცეთ ღარიბებს ესეთ რაღაცას ნუ ადრინდელი მემარცხენე იყო
ადრეულ და ეს იყო მესეთ პოლიტიკური და როდესაც მაგალითად განიხილავენ პოლიტიკურ თეოლოგიაზე თუ რაღაც შეიძლება დაიწეროს სახელმწიფო და ეკლესიის ურთიერთობა ოქროპირის ცენტრალური როლი რეალურად მარტო ოქროპირია რა ვისაც სადა რაშიც შეიძლება მეტნაკლებად ამოიკითხო გარკვეული მაგალითად სამართლის ფილოსოფია იქნება ეს თუ სახელმწიფო მაგრამ ეს როგორც გითხარით ეს არის მემარცხენე პოზიცია არის რეალურად სახელმწიფოს უარყოფაა რა იქაც რა დანიშნულება არის ის რომ დედას წაართვი და ღარის მიეცი რა არსენასავით ხო და ვერ განავითარეს ვერაფერ ამე ჰუმანიზმზე ლაპარაკი და რაღაცაზე ზედმეტი რა ამბობენ რა მხატვრობაში ვითომ განვითარდა არქიტექტურაში მაგრამ იქაც რა უნდა განვითარებულიყო ეს არქიტექტურაში მხატვრ რაღაცებს იგონებენ ხო და ასეთ სიტუაციაში მართლმადიდებლობის სწავლება არის ის რომ აი უნდა იყოს დიდი მონასტერი რა სადაც არიან პრივილეგირებული ბელადები მეფეები ეპისკოპოსები რაღაც თაიგენი რომელთაც უნდა გაუჯეროთ და აი მათ მივყავართ ჩვენ და ეს მართლა არის მართლმადიდებლობაში ესეთი დამოკიდებულება რა ბერებშიც, მეებშიც, მონასტრებშიც, ხალხშიც და შეგნით ეგრე არის, მართლა არის. რაღაც სახელმწიფოს უარყოფა და წარსულის დიდება რაღაც მეფეების წმინდანად შერაცხები და რაღაც ის მეფე რომელიც საეკლესიო. მოკლედ და ეს ყველაფერი მე ხვდები რომ ეგრეა რომ დასავლეთის არა მხოლოდ დასავლეთის პოლიტიკის, არამედ მთლიანად ყველაფერი დასავლეთის უარყოფა. და სულ მე ამ შიდა ეკლესიიდან ხვდები ამას, რომ ესეთი ტენდენციები წესით უნდა იყოს ისეთ კულტურებში, რომელიც აი ასეთი სულისკვეთებით არიან მართლმადიდებლობის გულისხმობ რა. ასე რომ რუსეთი რეალურად შეგნებულათო ეს იძახის ეს ჟურნალისტი, რომ შეგნებულად ბრუნდება, ტრიალდება აღმოსავლეთისკენ რა. არა მხოლოდ ჩინეთისკენ, არამედ მთლიანად აღმოსავლეთისკენ. ეხლა აქ იმაზე კი არა ლაპარაკი, მართლა გეოგრაფიულ აღმოსავლეთზე იმ დღეს უსმენდი, რომ ქართველები ვართ თუ არა ევროპელები. და ერთი მხარე ბიჭი ვერ მოусმინე ბოლომდე ძალიან არ მაინტერესებს ეს საკითხი დარწმუნებული ვარ რომ ქართველები არაფერი არა ვართ რა არც აღმოსავლეთი ვარ არც დასავლეთი ვაფშე არაფერი არა ვარ ეხა უნდა შევიქნათ როგორც რაღაც ერი რომ ენა გვაქვს წარსული გვაქვს ყველაფერი გვაქვს მონაცემები გვაქვს მაგალითად სამხრეთ კორეა დასავლეთია იაპონია დასავლეთია მიუხედავად იმისა რომ გეოგრაფიულად აღმოსავლეთში არის და ბოლოს აღმოსავლეთში ივლება მას დასავლეთში ამოყოფ თავს სულია და გვალი არის ამ ხო და ასეთ ვითარებაში საქართველოს იმას კი არა რა ჩვენ როგორი ფოლკლორი გვაქვს და როგორი მითები გვაქვს რომელიც უფრო აღმოსავლეთ და კაცი და გაი და რელიგია ხო რამაზი და არმაზი და ეგენი და თუნდაც ნანა და ნუნე და ეგეთი რაღაცები ნინო და ეგეთი რაღაცები ეს აღმოსავლურია ცხადია ხო აზიურია ყველაფერი მაგრამ ამაში ხო არ არის აქ შეიძლება ამას როგორი ინტერპრეტაციას გაუკეთებ მაგრამ მას კი არა ისლამ შეიძლება ისეთი ინტერპრეტაცია გაუკეთო რომ სრულად დასავლური აღმოჩნდეს ყველაფერი ინტერპრეტაციაზეა დამოკიდებული ხო შეიძლება ჩვენ აზიიდან მოვდივართ, მაგრამ საით მივდივართ ეს განსაზღვრავს რა, ჩვენ იდენტობას და არა. და ეხლა ქართველები აშკარად ვიხლიჩები შუაზე და აშკარად და ჩვენ რუსეთთან ერთად აღმოსავლეთისკენ ტრიალდება. ხო და ეს არის ესეთი რაღაცა და ეს საინტერესო მომენტია ეს, ამიტომ გაგიზიარეთ.